გასაკვირველი არსებობს ასე ვთქვათ ოპოზიციური მედია ამას პირობითად ვამბობ, მაგრამ არც ერთი მედიის როგორც ტელი ასევე ბეჭდური მედიის მიერ მე არ მომისმენია ისეთი განცხადებები, თანაც ასე ვთქვათ საჯაროდ გამოხატული, რომელიც იქნებოდა ანტისახელმწიფოებრივი ან ასე ვთქვათ რუსეთის როგორც ოკუპანტი ქვეყნის ოკუპაციას ეჭქვეშ დააყენებდა, ასე რომ ასე ვთქვათ თითქოს თავისუფალი მედიის მხრიდან არ ისმის ისეთი ხმა, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას მის ასე ვთქვათ დამოუკიდებლობას და მის თვითყოფადობას წაადგება, აი ამას პრინციპულად ვერ დავეთანხმებ. ბატონ დავით, როდესაც ესეთი ფრაზა ითქმება საპატივსაცემო აუდიტორის წინაშე, როგორც ვენეციის კომისიის კონსტიტუციონალისტების ელიტა, მუშაობს თუ არა უარყოფითად პრეზიდენტის იმიჯზეც? იმიტომ რომ ეს სიტყვა არ არის ყოველდღიური მოხმარების პოლიტიკოსების მხრიდან, მით უმეტეს ქვეყნის პრეზიდენტის. ცით მე მგონი პირიქით, იმიტომ რომ როცა ადამიანი ამბობს, რომ მედია არ არის დემოკრატიული და ეს არის ნათქვამი პრეზიდენტის მიერ, როცა მედიაში არის შეზღუდული ფაქტიურად დისკურსი, როცა ქართველ ხალხს არ აქვს ბოლომდე საშუალება თქვას სათქმელი, როცა მედია ტენდენციურია და როდესაც რაღაც სხვა სინქრონს მოусმენთ ეთყობა ინტერვიუს ბატონ დავით, მათ თქვა ასე, თავისუფალი მედია, რომელიც აგრესიული საზღვარი. ეს იგულისხმა, რომ არ არის დემოკრატიული მედია, მეტი არაფერი არ იგულისხმია და ვენეციის კომისიისთვის ეს არის სრულიად ნორმალური და აბსოლუტურად დემოკრატიული, ასე ვთქვათ, და გასაგები არა მესიჯი, ასე ვთქვათ, ქვეყნის ლიდერის მხრიდან. ისე ბატონ დავით, პრეზიდენტმა თავისი მხარდამჭერი მედია საშუალებები გააკრიტიკა, როგორც არადემოკრატიული? მან გააკრიტიკა საერთოდ მედია, არა, მას არ დაუკონკრეტებია. Free media მან თქვა, თავისუფალი მედია. ჩვენ ვიცით, ვისაც გულისხმობენ. თავისუფალი, კი ბატონო, თავისუფალი მედია არის ცენზურისაგან თავისუფალი, მაგრამ ამ თავისუფალ მედიას არ აქვს თავისუფალი დისკურსი. ანუ ის არ არის დემოკრატიული. ამიტომ თავისუფალი ამ შემთხვევაში იგულისხმება რა სახელმწიფო კონტროლისაგან თავისუფლება, მაგრამ კრიტიკა გულისხმობს არა იმას, რომ ისინი თავისუფლები რო არიან, იმიტომ არიან ცუდები, არამედ იმას, რომ ისინი არ არიან დემოკრატიულები. ანუ ვიმეორებ ქართველ ადამიანებს, ექსპერტებს, არა პოლიტოლოგებს, უბრალო ადამიანებს, ასე ვთქვათ, ვინც არ არის რაღაცეება პროფესიონალი და სპეციალისტი რაღაც დარგში, არ ეძლევა საშუალება თქვას ძალიან მძიმე, ხშირად ტრაგიკული საკუთარი გამოცდილება გაშალოს ბოლომდე, არა უთქვა სამყაროს უთქრას, თუნდაც დევნილები, არა თუნდაც ჩვენ მაგალითად არა. ხლა მე მაქვს ძალიან ნეგატიური გამოცდილება მაესტროსთან დაკავშირებით, მე გამოვაქვეყნე კიდეც სტატია 24 საათში. თქვენ ალბათ იცით ეს. კი, წაკითხული გვაქვს ჩვენ და თქვენ ერთ-ერთ სტუდიაში ჩემთან ბრძანდებოდით, სტუდიაში მაშინ მაესტროზე მოვწყობდით, ეს ნათქვამი გაქვთ. კი ბატონო, მაგრამ ამის შემდეგ როგორც ხედავთ, მე მოვედი თქვენთან და ასე ვთქვათ, ჩვენც მოგიწვიეთ. ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ და მე მგონი ეს პრეცედენტი ამით ასე ვთქვათ დამთავრდა და მე იმედი მაქვს, რომ აღარ ექნება თქვენი მხრიდან, მაგრამ ფაქტია ესე იგი რომ ეს შემთხვევითი არ იყო რაც მოხდა რა ეს იყო ფაქტი დიდი ბოდიში ეს იყო ფაქტი დისკურსის შეზღუდვის და დამახინჯების არა კი ბატონო უბრალოდ იცით რა შესაქმე რატომ მაესტრომ ხოლო დისკურსის შეცვლის ანალიზი ძალიან ხშირად და უფრო ხშირად არის ხოლმე სახელმწიფო ეგრეთ წოდებული არხების მხრიდან რომელიც უფრო ხელისუფლების კურსს ატარებდა. მე მინდა აქვე ჩავასწორო და ჩვენს მოყოლებას ვთქვა. ეს არ არის ოპოზიციური არხი. ეს არის კრიტიკული არხი ყველას მიმართ ისეთი როგორც უნდა იყოს ნებისმიერი მედია საშუალება. ჩვენ მოვალეობა. მე შემიძლია ჩემი ასე ვთქვათ აი შეხედულება და ჩემი აღქმა გითხრათ და ესე იგი ეს ყველა ტელევიზიას ეხება როგორც ეგრეთ წოდებულ თავისუფალს როგორც თქვენ ამბობთ ისე სახელმწიფოს. რა თქმა უნდა ჩვენ ტელევიზიების ასე ვთქვათ და საერთოდ მედიის იცით როგორც ვიმეორებ სივრცი სადაც შეიძლება იმსჯელო და იკამათო აი ამის ფორმა არ არის დამაკმაყოფილებელი დიდი მადლობა ბატონ დავით ჩვენ ცოტა დრო გრჩება მინდა რომ დისკურს ახსენებთ თქვენ ხშირად მოდით რო არ იყოს ამოგლეჯილეს ერთი ეპითეტი თუნდაც მედიის მიმართ ნათქვამი პრეზიდენტის ფრაზეოლოგიიდან გავიხსენოთ ის პატარა არქივი რომელიც მაესტროს მოეპოვება რამდენად ხშირად იყენებს პრეზიდენტი მსგავსი ტიპის ცოტა შეურაცხყოფელ ფრაზებსაც სხვადასხვა პროფესიის თუ სფეროების წარმომადგენლების მიმართ ну კარგი როცა მაესტრო აკეთებს ამას ტელევიზია ის არის უტეხია ну რა ვქნა მაესტროა და სხვა საქმე არაფერი თუ რომელიმე პოლიტიკოსი არის ბოდიშ და ჩმორი საქართველოს არასდროს არ დაჩმორდება
მიუხედავად ამ სისინისა, ყიყინისა სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან. სინდისური არ აქვს ეს ერთია და ჭკუარო ვერ ისწავლის ეს მეორე. სრულიადად არ მახარებს ოპოზიციის კატასტროფიული დაფარჩაკება და დამარცხება. ჩვენი მლამძღველი კარიერისტების ხროვას გონია რომ პრეზიდენტობა არის ისეთი რაღაცა დიდი ფუფუნება. ეს ხალხი ჩაირეცხა და ჩაირეცხება ბოლოს. ჩვენ მოვახერხეთ რომ გავხდით სოფლიოში ნომერ პირველი მებრძოლი კორუფციასთან და ეს არის სააკაშვილის პიარი. როგორც ზოგიერთ თავგაცხელებულ და ტვინგაცხელებულ ადამიანს წარმოუდგენია ეს არის რეალობა. აღარ იქნება ეს ჩაკვალული, ნესტიანი, ბნელი გვირაბი, თავის დაუბანელი ბოდიშვიხტი ყველასთან. თითოეულ არის ამღებები. ფული ჩვენ ცოტა გვაქვს და გვინდა ბევრი გავაკეთოთ. და ამიტომ ფულის მოტეხვა არის პრაქტიკულად შეუძლებელი. და თუ ისე ვინმესაც უნდა იმასაც მოტყდება ხელები, როგორც არაერთხელ დაამტკიცა საქართველოს პროკურატურა. ეხლა მოხსენი ყველაფერთან გამოაგზავნე. გიჟები ხარ რა შევა? გელგარკო ერთ საათში გამოაგზავნე ტექნიკას. შევხედე და გავბრაზდი. და ვიბიკრე ეხლა როგორ უნდა გავცე ამ ბრიყვებს პასუხი. ტერიტორია და მაია ტერიტორია ამ ტერიტორიას ქვია საქართველოს მოთხე ხო იცი ბიჭო. იაგო ეს დისკურსი მინდა შეაფასოთ პირველ რიგში ერთ-ერთ აუდიტორიაში მაგალითად მოსწავლეები ისხდნენ ეს ცნობილი ფრაზა მრავალი წლის წინანდელი რომელიც ალბათ კიდევ დიდხანს დარჩება ამ ქვეყნის ასე ვთქვათ მოწინავე ფრაზეოლოგიაში ჩარეცხილები სკოლის მოსწავლეების თანდასწრებით ითქვა ეს ფრაზა როგორ ფიქრობთ იქნებ მართლა პრეზიდენტი უფრო შინაური ხდება აუდიტორიისთვის როდესაც მათ წრეში ტრიალებს და ზუსტად ისეთივე შეიძლება ფრაზეოლოგიით მეტყოლებს როგორიცაც სწორედ აუდიტორია